ტექნოლოგიები ვითარდება და ის ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი გახდა უკვე დიდი ხანია, ასევე ყოველდღიურობაში შემოიჭრა ხელოვნური ინტელექტიც. უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს მას და უფრო მეტ სფეროში და მიმართულებებში ინერგება. დღეს ვისაუბრებთ ხელოვნურ ინტელექტზე ფინტეკების კონტექსტში. ჩვენი სტუმარია დავით კიკვიძე, ფინტეკ ასოციაციის თავმჯდომარე. გამარჯობა დავით, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან ზოგადი კითხვით მინდა რომ დავიწყო. შეგვიძლია თუ არა დღეს აი ამოცემულობით იმის თქმა, რომ ხელოვნური ინტელექტის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ფინტეკების არსებობაც. თუ ჯერ ნაადრევია ესეთი დასკვნების გაკეთება. კი, ალბათ ვიტყოდი რომ ჯერჯერობით ნაადრევია, იქიდან გამომდინარე რომ ფინტეკ სექტორი აქტიურად ვითარდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბაზარზე და შესაბამისად აი ეხლა ვიტყოდი რომ ბოლო ალბათ რამოდენიმე წელია დაიწყო ხელოვნური ინტელექტის აქტიურად გამოყენება. მოგეხსენება ხელოვნური ინტელექტის საკმაოდ ფართომასშტაბიანი, საკმაოდ კი არა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი მიმართულებაა ბიზნესში, მისი გამოყენება ზოგადად ბიზნესში და ფინტეკ სექტორში განსაკუთრებით დიდ პერსპექტივებს და დიდ შესაძლებლობებს იძლევა. იმ კუთხით რომ მაგალითად აქამდე თუნდაც ეგრეთ წოდებული მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება, სერვისების შემუშავება, დანერგვა აქამდე ხდებოდა გარკვეულწილად თანამშრომლების ადამიანების მიერ მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებიდან გამომდინარე, ისინი გარკვეულწილად ამუშავებდნენ მონაცემებს, რომელთა საფუძველზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ესა თუ ის პროდუქტი ჩაიშვათ და ამა თუ იმ კლიენტისთვის რა ტიპის მომსახურება შეეთავაზებინათ. დღეს ჩვენ ხელოვნური ინტელექტი გვაძლევს იმდენად დიდი მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას, რომელიც დღეს უბრალოდ დამალულია და უბრალოდ ადამიანმა ფიზიკურად არც კი იცის როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის დამუშავება და აქედან ამე კონკრეტული დასკვნის გამოტანა. შესაბამისად ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე განსაკუთრებულ შესაძლებლობებს გვაძლევს, რომელიც ჯერჯერობით ნელა-ნელა ინერგება. რატო? იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ეს უბრალოდ ერთი შემადგენელი პროცესი არ არის. მას სჭირდება შესაბამისი ლოგიკების, ალგორითმების, დავალებების შემუშავება, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს მისი ბიზნესში ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, იმ მიმართულების მიხედვით სადაც იგი დაინერგება. ამიტომ მათ შორის მსოფლიოში, საქართველოზე ჯერჯერობით ბევრს ვერ ვილაპარაკებ სამწუხაროდ, მსოფლიოშიც მათ შორის ნელა-ნელა step by step ეგრეთ წოდებული როგორც იტყვიან, მიმდინარეობს ამ პროცესების დანერგვა და უახლოეს პერიოდში ალბათ უკვე ვიტყვით, რომ ხელოვნური ინტელექტის გარეშე ფინტეკ სექტორის მუშაობა შეუძლებელი იქნება. რა დოზით არის ახლა? აი შეგვიძლია თუ არა ამის გაზომვა. რთული სათქმელია, არიან კომპანიები, მაინც ახსენეთ, ხო, რომ აი დიდი დატა მონაცემების, დიდი მონაცემების დამუშავებაში შემოვიდა. აი მიმართულებებზე სანამ გადავალთ, მაინც თუ არის გაზომვადი, რა დოზით არის შემოჭრილი. რთული სათქმელია, დოზე ასე თქვათ, მისი მოცულობის გაზომვა ალბათ ძალიან რთული სათქმელია, თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც მთლიანად მასზე არიან დაფუძნებულები და მათ საოპერაციო საქმიანობას პირდაპირ ხელოვნური ინტელექტი, ასე ვთქვათ, აორგანიზებს, ანაწილებს და ამუშავებს. სხვა დანარჩენ კომპანიებში ვიტყოდი, რომ უფრო ნაკლები დოზით, ვიდრე დიდი მოცულობით, იმიტომ რომ ისევ და ისევ ამას ძალიან გრძელვადიანი პროცესი ჭირდება. ამას ჭირდება ერთია, რომ დაინერგება გარკვეულ მიმართულებაში და შემდგომ მისი ტესტირება და ასე ვთქვათ, დაკვირვებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე ჩადებული პირობითად ალგორითმები შეიძლება არ იყოს რელევანტური მოცემული ბაზრისთვის, ან მოცემული სეგმენტისთვის. შესაბამისად ხელოვნურ ინტელექტს ასევე სწავლება სჭირდება, მას მონაცემების შეყვანა სჭირდება, რომლის საფუძველზეც ის ლოგიკები მან თვითონაც დაიჭიროს. მოკლედ, მთლიანობაში არის საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი და ჯერჯერობით მგონია, კი ბატონო, დასაწყისში ვართ, იმიტომ რომ იმდენად ბევრი პროცესის გაციფრულება და ავტომატიზაცია შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, რომ ჯერ ალბათ თვითონ ადამიანებმაც კი არ ვიცით, რამხელა შესაძლებლობები გვაქვს ამ ინსტრუმენტის გამოყენებით. რისკები გამოიკვეთა თუ არა აი ამ გზის დასაწყისშივე, მაგალითად უსაფრთხოების ნაწილში, მაგალითად ადამიანების ჩანაცვლების ნაწილში. აი ხედავს თუ არა სექტორი იმ რისკებს, რასაც ზოგადად სხვადასხვა მიმართულებებში და ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები, როდესაც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, იქ ხედავენ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულად გავრცელებული აზრია, რომ ადამიანების ჩანაცვლებას აკეთებს ხელოვნური ინტელექტი. თუმცა მგონი ინგრევა ნელა. გარკვეულწილად ეს არის მითი, კი ბატონო, თუმცა რა თქმა
უნდა ხა გარკვეული დოზით და გარკვეული მოცულობით ხელოვნური ინტელექტი ადამიანურ შრომას თავისთავად ჩაანაცვლებს და ეს ბუნებრივი პროცესია, ეს არის ჩვეულებრივი უწყვეტი განვითარების პროცესი, როცა ტექნოლოგია ანაცვლებს გარკვეულწილად ადამიანებს. თუმცა ამასთან ერთად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებსაც, ხო? ხელოვნური ინტელექტის განვითარებასაც შესაბამისი ადამიანი სჭირდება, რომელიც დაანერგავს ინჟინრები ეგრეთ წოდებული და ტექნოლოგიურ სპეციალისტები, დეველოპერები, რომლებიც ზუსტად ამ პროცესებში დაანერგავენ და შესაბამის ბიზნეს პროცესებს აწყობენ. რაც შეეხება სხვა რისკებს, ისეთი განსაკუთრებული ჯერჯერობით არაფერი არ არის გამოვლენილი, თუმცა მსოფლიოში ბევრი ისეთი რაღაც ნარატივია გავრცელებული, რომ საბოლოო ჯამში მივიღებთ ასე თქვა დამოუკიდებელ რაღაცა მანქანას, რომელიც ადამიანების მართვაშიც კი ჩაერევა და ასე შემდეგ, რომელიც პოტენციურად რა თქმა უნდა შეუძლებელია დიდი ალბათობით. მეც დიდი ტექნოლოგიის ასე თქვა მცოდნე არა ვარ, თუმცა რეალობა ასეთი გვაქვს, რომ ადამიანის ხელშია შესაბამის ტექნოლოგიის დანერგვაც და შესაბამისი დაცვის სისტემების დაყენებაც თანამედროვე ეტაპზე რა თქმა უნდა ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომ რისკი იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში გამოვიყენოთ თუ არ გამოვიყენოთ, ჩემი მოსაზრებით და ჩემი შეფასებით ძალიან დაბალია. პირიქით ვიტყოდი, რომ მისი გამოყენება ნებისმიერი კომპანიისთვის არის სასურველი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროცესის ავტომატიზაციას, გაციფრულებას, ხარჯების დაზოგვას და უფრო მეტად სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ ნამდვილად ვერ ხედავ ამ პროცესებში გარკვეულ რისკებს. სანამ დაგემშვიდობებით ბატონ დავით, მინდა გკითხოთ აუცილებლად მაინც საქართველოს მაგალითზე, ყველაზე ადაპტირებადი მიმართულება ფინტეკების სექტორში, რომელი აღმოჩნდა? მე ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით კომერციული ბანკები, საქართველოს ფინტეკ სექტორი ჯერ მოგეხსენება, ვიცით, რომ ძალიან პატარა ბაზარი, მზარდია მეტნაკლებად, მაგრამ დაბალი ტემპებით, იმიტომ რომ მაინც უფრო ასე ვთქვათ, ინვესტორები საქართველოს როგორც სტრატეგიულ ობიექტს, სტრატეგიულ ადგილს უყურებენ, ვიდრე ბაზრის და გაფართოების მიმართულებას. აქედან გამომდინარე, ხელოვნური ინტელექტის დანერგვაც ფინტეკ სექტორში საკმაოდ დაბალ დონეზეა. თუმცა არიან პატარ-პატარა კომპანიები, რომლებიც თლიანად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ და საკმაოდ წარმატებულადაც, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად სეგმენტს, სადაც მეტნაკლებად გამოყენებადია, უფრო კომერციული სექტორი, საბანკო სექტორი, კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს გარკვეულ მიმართულებებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. რა თქმა უნდა, მანდ ისევ და ისევ ძირითადი აქცენტი მონაცემთა დამუშავებაზეა, იმიტომ რომ რეალურად ბანკებს აქვს ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ და ბიზნესის შესახებ, მათი ეგრეთ წოდებული ქცევის შესახებ, რომელსაც ფიზიკურად ვერ ამუშავებენ, იმიტომ რომ ამის რეალური რესურსი ადამიანს ფიზიკურად არ გააჩნია. ამრიგად მათ დაიწყეს ნელა-ნელა AI-ის გამოყენება ამ მიმართულებით და დიდი ალბათობით ეს არეალებიც მალე გავრცელდება უფრო ფართო მასშტაბზე. ძალიან დიდი მადლობა დათო საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ფინტეკ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე.